ვერსიები ერთის თანახმად ჩვენი პლანეტის სიღრმეში სავარაუდოდ იმანდება დაკარგული კონტინენტების ზომის ქანების გიგანტური მასა. ანომალია, რომელიც იქ სრულ იზოლაციაშია დედამიწის წარმოქმნის შემდეგ. ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაში უწყებიან. ამ იდუმალებით მოცულ ორ სტრუქტურას დაბალი სიჩქარის დიდ ოლქებს უწოდებენ და ამ დრომდე მათ შესახებ დაზუსტებით ცოტა რამ იყო ცნობილი. თუმცა ვიცით, რომ ისინი არსებობს და შესაძლოა დედამიწაზე ფრიად უცნაურ გავლენასაც ახდენენ. დედამიწის წიაღში განთავსებული ამ უზარმაზარი კონტინენტის ზომის ოლქების შესწავლა ყოველთვის რთული იყო, რადგან ისინი მოქცეულია ძალიან ღრმად, ზედაპირიდან დაახლოებით 2900 კილომეტრ სიღრმეში, მანტიისა და დედამიწის თხევადი ბირთვის საზღვრის სიახლოვეს. ერთი ასეთი მასა აფრიკის ქვეშ მდებარეობს, მეორე კი წყნარი ოკეანის. მათ შესახებ არსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი სეისმური ვიზუალიზაციის შედეგად ვიცით, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი წყვეტა ამ სახის მონაცემებსა და დედამიწის სიღრმიდან ვულკანების მიერ ამოტანილი ქანების ანალიზებს შორის. დედამიწის სტრუქტურა. დედამიწის შინაგანი ნაწილი აერთიანებს ბირთვსა და მომიჯნავე გარსებს და ასევე მანტიას. მიუხედავად თანამედროვე ტექნიკური მიღწევებისა, დედამიწის სიღრმეთა შესახებ ცნობები მაინც მწირია. ყველაზე ღრმა ჭაბურღილი დაახლოებით 1000-ჯერ ნაკლებია დედამიწის რადიუსზე. თუ კი დედამიწას წარმოვიდგენთ დიდი ვაშლის სახით, მაშინ ყველაზე ღრმა ჭაბურღილი მხოლოდ მის კანს გახვეწდა. დედამიწას გააჩნია ფენობრივი შიდა აგებულება. მყარი დედამიწის აღნაგობაზე მსჯელობენ გეოფიზიკური, უპირველეს ყოვლისა სეისმური მეთოდების საფუძველზე. ამასთანავე დედამიწის ზედაპირზე ახდენენ აფეთქებას, რათა აღნიშნონ თუ რა სიჩქარით ვრცელდება აფეთქებით გამოწვეული რყევა. ამ მონაცემების მიღების შემდეგ მკვლევრები საზღვრავენ, რომელი ქანები გაიარა სეისმურმა ტალღებმა. სხვადასხვა ქანში სეისმური ტალღების გავლის სიჩქარე სხვადასხვაგვარია. უშუალო დაკვირვებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ დედამიწის გარსი, დედამიწის ქერქი. მანტია შედგება 3 ფენისგან და ვრცელდება ზედაპირიდან 2900 კილომეტრ სიღრმეზე. სავარაუდოდ სწორედ ამ მანძილზე უნდა იყოს დედამიწის შუაგული, ანუ ბირთვი. გეოლოგების ვარაუდით დედამიწის ბირთვი დედამიწის ცენტრალური ნაწილია, რომელიც შემოსაზღვრულია 3470 კილომეტრის საშუალო რადიუსის მქონე სფერული ზედაპირით. აღსანიშნავია, რომ დედამიწის წიაღში ტემპერატურა სიღრმესთან ერთად იმატებს. კონტინენტური ქერქის ქვეშ იგი 600-700 გრადუსის ტოლია. მანტიაში, ცეფენაში 1500-1800 გრადუსის. ბირთვში კი სავარაუდოდ 4000-5000 გრადუს ცელსიუს შეიძლება აღემატებოდეს. დედამიწის ბირთვში ასეთი შესაძლო ტემპერატურის არსებობას ვულკანური ამოფრქვევებიც ამყარებს. გამოიწერე კოდის YouTube არხი.